და რა თქმა უნდა, აი ეს არაჩვეულებრივი ღონისძიებები, რომელიც იმართებოდა ეს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით შეწყდა და გალბატონი თინა თინდრუხაძე, ჩვენი კულტურის მინისტრი, როგორ აფასებს ამას, როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი, ამაზე შეგვიძლია ასევე ექსკლუზიურად მოვისმინოთ. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. მართლა ესე ვფიქრობ, რომ ახლოს ვიყოთ, გულები გავათბოთ, იმიტომ რომ კულტურას განსაკუთრებით ასეთ ნამდვილად საგანძურს, როდესაც გაგაკ, არ ჭირდება თარგმანი. ეს აღებს ყველა კარს და როდესაც ჩვენ ლაპარაკობ იმაზე, რაც უკვე ყველა მიცის, ეს გზა ხო პირველად არ არის გაკვალული, მაგრამ ჩვენ მეტი აქტივობით, ჩვენი საუკეთესო წარმომადგენლების ესეთი ხელშეწყობით, მე ვფიქრობ, რომ წელს ნამდვილად რეკორდული რაოდენობა 600-მდე პროექტი და 30-ზე მეტი ძალიან სერიოზული ესეთი პროექტი გავიტანეთ საზღვრებს გარეთ. ვიყავით საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში პირველად არ ვართ და კიდე ბევრი კონცერტია წინ და წლის ბოლომდე კიდე ბევრია წინ. ამიტომ ნახევარი მსოფლიო მოიარეს ჩვენებმა და ვფიქრობ, რომ ეს ათასობით ქართველი შემოქმედი აუცილებლად უფრო მეც გააკეთებს, კიდე თვითონაც რეალიზებულები იქნებიან და მთელი მსოფლიოც ნამდვილად იამაყებს იმით, რომ არსებობს ესეთი პატარა ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც ინახავს უნიკალურ, უძველეს კულტურას, რომელიც მსოფლიოში მართლა ხმამაღლა უნდა ჟღერდეს. ნამდვილად დავეთანხმებით. ნამდვილად. სოფლიოში მართლა ხმამაღლა უნდა ჟღერდეს ქართული, იმიტომ რომ ამას ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, ჩვენი უნიკალური მრავალხმიანობით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტრადიციით და ჩვენი ევროპელობით პირველ რიგში.